მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით გულწრფელადგანებით, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვექნება საუბარი. ყოველ შემთხვევაში პირველად რაღაც ლოკაუტის გავსანა გვაქვს საქმე ქართულ რეალობაში. ყოველ შემთხვევაში 4800 კაციანი ესე თქვა რკინიგზის ახალი პროკავშირები სერიოზულ საპროტესტო რაღაცა მანიფესტაციებს გავს გეგმავს და როგორც მე გავიგე აგერ ეხლა რკინიგზის დეპარტამენტში ასამდე მემანქანი აპროტესტებს ესე თქვა იმას რაც დაფინე და ვერ მიიღეს. მე არ დაგიმალავთ დამეწუნეთ მინდოდა რომ ორივე მხარე ერთაჯდარიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რომ მეორე ბლოკში ცალკე ესე თქვა დაეფიქსირებინა თავიანთი პოზიცია და წყდება გულე რომ ის რაც აი მე თუ კითხავ სადღაც 1 წლის წინ იყო შეთანხმება რომ პრემიებზე რაღაცა ახალი და ნოვაციური რაღაც გზები იქნებოდა აწყვეტილი საუბედუროდ იმ ადგილას დგას და დასანანია რომ ვერ ხდება საერთო ენის გამონახვა. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს სინანულს რომ ვერ მოხდა როგორც ჩანს დღეს თქვენ იქაც ვერ მოვიდაფარახეთ და ალბათ გათვალეს რომ აქაც არ იქნებოდა რაღაცა კომპრომისის გავსი და მოგიწევთ ცალ-ცალკე ბატონებო მე მაყურებელს მიმართა მოსმენა პოზიციებისა. საქმე იმაში გახლავთ რომ აი მე მახსოვს ეს შარშანაც იყო, შარშანწინაც და ჯერ კიდევ მიშა შეჩვენებულის დროსაც ესენი მემანქანები აპროტესტებდნენ შრომის პირობებს, ხელფასებს და რიგ სხვა ელემენტარულ ადამიანურ მოთხოვნებს, რაც ჩემის აზრით სახელმწიფო დაწესებულება ვალდებული იყო რომ მოეგვარებინა. თუ მე მეხსიერება არ ვღალატობს, იყო სერიოზული საუბარი რომ ზაფხულში 60 გრადუსი არის ვაგონის უფსვედა პირველი რას ეძახიან მემანქანის ვაგონს რას ეძახიან? ხო, პირველ კაბინაში, სადაც ესე ვთქვათ, ყველაზე უფრო ცხელი ადგილი ყოფილა და კონდიციონერი არ ქონია და ეხლაც ერთი კონდიციონერი დგას, რომელიღაც ამაზე ემავალზე და არა სრულად ხდება არ ხდება სრულად კონდიციონირება. ძალიან ბევრი და რთული პრობლემები აქვს ესე ვთქვათ რკინიგზელებს. ამდენებზე აგერ ბატონი ილია რეჟავა გახლავთ ახალი პროკავშირების წარმომადგენელი, ასევე გაერთიანებული პროკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოჩა ალექსანდრიას წარდგენა ნამდვილად დასჭირდება და საერთო ესე ვთქვათ ეროვნული პროკავშირები მხარს უჭერს ამ ადამიანების ინიციატივას რომ მათი უფლებები მკვეთრად და მკაფიოდ იქნას დაცული. მოდით ამ თემებზე ვისაუბრო და მეორე ბლოკში თქვენ ადმინისტრაციის პოზიციას მოისმენთ. გისმენთ ილია, გისმენთ გოჩა. რატო გაჭიანურდა მოლაპარაკებები და ის რაც თქვენ გინდოდა ჯერ კიდევ ვერ მიიღეთ? პირველ რიგში მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ 21 ოქტომბერს რკინიგზის ადმინისტრაციას და მინისტრს რაც როგორც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული მიმართეთ იმ შრომით დავის საკითხებზე რაც პრობლემატურია დღეს რკინიგზაში და სამწუხაროდ კვლავ პრობლემატურია მინისტრის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერგეი შრომის კოდექსი როგორც ითვალისწინებდა ჩვენ მიმართეთ მინისტრს წერილობით ჩამოუყალიბეთ ის დავის საგნები რაც არსებობს რკინიგზაში ეს არის რკინიგზელების მოთხოვნა უკვე წლებია რაც დგას ახალი სახელმწიფო სისტემა სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კლასის თანრიგების და წელთანამსახურების მიხედვით ხელფასების ზრდა პრემიალური სისტემა მათ შორის წლევანდელ წელთან დაკავშირებით მე-13 ხელფასი არის ჩვენი მოთხოვნა დავისაგნათ ეს არის ეს საკითხი აქცეული და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ რაც შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურებაზე ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაზე ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ მაშინდან მოყოლებული არის შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ ტარიფზე და დაიწყოს რკინიგზელებისთვის ზეგანაკვეთური ნამუშევარი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება როგორც აღნიშნულ საკითხებზე ზუსტად იგივე ანალოგიური მოთხოვნები ქონდა წინა გაფიცვის შემთხვევაში მივახციეთ გარკვეულ შეთანხმებას რაც აისახა გაფიცვის შემდგომი შეთანხმების ოკმში რომელსაც აწერს ორი მხარე ხელს ბატონი ვიტალი პროკავშირის პრეზიდენტი და ამ მხარეს ფინანსური დირექტორი მაშინ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ირაკლი ტიტვინიძე შეთანხმებაში იყო გაწერილი ის დრო და ის ფუნქციები, რაც უნდა შეესრულებინა რკინიგზის ადმინისტრაციასთან. რატო ვერ შესრულდა ეს რა გაწერილი ეს? გეტყვით, მე მაქვს ჩემი წარმოდგენა რატომ ვერ შესრულდა. პირველი კვარტალის ბოლოს რკინიგზის ადმინისტრაციას უნდა დაედო ახალი სახელმწიფო სისტემა, უпростоრად
გაფიცვის ოლქში ასე წერია, რკინიგზის ადმინისტრაციას და პროფკავშირებს ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა დაედოთ ახალი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამოქმედებოდა და რომელშიც გათვალისწინებულ იქნებოდა წელთანამსახურები, კლასი და თანრიგები. რაც დაგვაკარგინა ძველი ხელმძღვანელობის პერიოდში იმ მენეჯმენტმა, რაც მაშინ იყო. იმიტომ ყოველთვის არსებობდა, დღეს არსებობს მემანქანების ზეინკლებით, თანრიგებით, კლასებით, თუმცა ყველას ერთი ხელფასი აქვს. შესაბამისად, ლეგიტიმური იყო ეს მოთხოვნა. მაშინ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ახალ სახელმწიფო სისტემაში ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნებოდა, თუმცა კვარტალის ბოლოს, მაშინ როცა ვადები უკვე ეწურებოდა ადმინისტრაციას, წარმოგვიდგინეს ცალმხრივად შემუშავებული სახელმწიფო სისტემა, სადაც გარკვეული კომპონენტით იყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული, თუმცა როგორც მატება, ასევე დღეს მივიღეთ სისტემა, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ რკინიგზელების ძალიან დიდ ნაწილს ამ სისტემის მიხედვით, მას შემდეგ რაც გამოცდებზე ატესტირება ჩატარდება და მას შემდეგ რაც გამოცდები ჩატარდება, შესაძლებელია ხელფასი მნიშვნელოვნად დააკლდეთ. და ამის ხარჯზე იქნას, მაგალითად, პირველი კლასის მემანქანეს მიეცეს იმ ადამიანის განგამონთავისუფლებული თანხას ტყვაზე, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარეს და მისი ხელფასი გახდება დარიცხული 1000 ლარი. იგივე შემთხვევაში ზეინკლების შემთხვევაში და იგივე სიტუაცია სალიანდაგო სამსახურის შემთხვევაში და თითქმის სრული მასშტაბებით რკინიგზის შემთხვევაში. თითქმის ყველა თანამდებობრივ სარგო აღნიშნულ სისტემაში არის კლებისკენ საფრთხე არის იმისი, რომ კლებისკენაც იყოს მიმართული. შესაბამისად, ამ საფრთხეს ვხედავთ ჩვენ პროფკავშირი, ამ საფრთხეს ძალიან კრიტიკულად უყურებთ და გვინდა რომ ეს გარანტია მივიღოთ დღეს რკინიგზის ადმინისტრაციისგან, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ ადამიანებს, რკინიგზელებს, მათ შორის ატესტაციის გავლის შემდეგ არ დააკლდებათ ხელფასი. სამწუხაროდ დღეს ამაზე გვიწერს დღეს ბრძოლა და საუბარი აღარც არის იმაზე, ვის რამდენი მოემატოს, ვის რამდენი გაეზარდოს. ხონდათ შეხვედრა დღეს. დიახ, 21 დღის გასვლის 21 დღის თავზე მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი მედიატორი აღნიშნულ დავაზე. შესაბამისად, ჩვენ 21 დღის თავზე უკვე გაფიცვის უფლება ჰქონდა, მაგრამ გამგეობა მიმსჯელა ამ თემაზე, რადგანაც მინისტრმა ვადის ამოწურვის ბოლო დღეს სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო, ჩვენთან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაიწელა ეს პროცესი, დაინიშნა მედიატორი და მას შემდეგ რაც გაფიცვის უფლება მოვიპოვეთ, ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ გამგეობამ კიდევ დამატებით დრო მივეცით. რატომ ეს? იმიტომ რომ მედიაცია როგორც ასეთი დააკვირდებოდა ამ მდგომარეობას, ცადეთ მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა და გვქონდა იმედი რომ რაღაც შედეგს გამოვიტანდით იქიდან. ისა ერია მაგათაც რაღაცებში მეც ვერ გვარ. როდესაც არ გისურვებს კაცი და კიდე დროს აძლევ, იბრიღებ და აკეთეთ ეს და უცნაურია. არა ბატონო დავით აბა გოჩა თქვენ და բայց გაიზახართ რა ქვია ფედერალური პროფკავშირი. ხო. მოიწონეთ ალბათ კომპრომისი. კი, მოიწონეთ საერთო გადაწყვეტილება იყო ეს გამგეობა, მათი გამგეობა კინგზეთა ახალი პროფკავშირის გამგეობა 22 კაციანი შეიკრიბა იმსჯელა ჩვენთან კონსულტაცია მათ ჰქონდათ, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ და ბატონო ეს არის კარგი რომ საქართველოში უკვე ყალიბდება რამდენიმე პროფკავშირი უკვე გვაქვს საწარმოებში აბსოლუტურად დამოუკიდებელი თავისი აზრით უკვე ხალხი საკმაოდ მომზადებულია განათლებაც მიიღეს საკმარისი და ისე რომ დამოუკიდებლად ამ ბიჭებს შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ ჩვენ კონსულტაციას ერთმანეთთან ყოველთვის გავდივარ და საერთო აზრი იყო რომ რკინიგზის გაჩერება რკინიგზაზე გაფიცვა არ არის მარტივი საქმე და უბრალო საქმე ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს რა აუცილებელი არა როდესაც გაჩეროთ რკინიგზაზე სხვა ფორმები სხვა ფორმები ჩვენ ვემზადებოდით აქ საუბარი იყო იმაზე რომ შეფერხება პირველ ეტაპზე არ უნდა ყოფილიყო რკინიგზის ამოგვეწურა დიალოგის რესურსი ჩაგვერთო მთავრობას ასაუბრებელია ამ მოლაპარაკებებში კი მე პირადად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში შედეგი თუ არ არის აი რატო არსებობს რეალური შედეგი რომ არის ამიტომაც ხვალდილის 10 საათზე დამოსებულია გაფიცვის დაწყება ხვალდილის 10 საათზე გაფიცვა იწყება თუ დღეს ღამე მეთქად უქნას და ვერ მივახციეთ შეთანხმებას, ხვალდილას 10 საათზე გაფიცვა დაიწყება. და ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ ბოლომდე მივეცით შანსი დიალოგს და დღესაც კიდე აი ღამის განმავლობაში დილამდე ჩვენ ველოდებით შედეგს მედიატორიც მზად არის მთავრობისგან დანიშნული. კაბატონი ქეთევან ირემაშვილი, კარგი იურისტი, უნივერსიტეტის ლექტორი და კარგი ხალბატონი, რა ვიცი ახლა. ესე წარმოაჩინა თავი მოლაპარაკებების დროს საკმაოდ
ასე ვთქვათ, მობილიზებული და კონცენტრირებული საქმეზე. თავის წარმომადგენელი. ეს არის შრომის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ესეთი სტატუსი აქვს მას. ახლა გამარკვიეთ რა, უფრო ეს არის, არ გეწყინოთ რა, მაინც ახლა ის არის, რა ქვია, გოჩა არის, მეგონი 20 წელი ამ საქმეში, რაღაც ესე ვთქვათ, თევზის წყალშია და როდესაც მთავრობას კი და აპირებს მედიატორის დაშვებას. ესე იგი, აცნობიერებს, რომ პრობლემა არის და პრობლემა უნდა მოგვარდებს, რომ პრობლემა როგორ მოგვარდება, თუ ერთმანეთს არ ხვდებიან. დღეს აგერ მთელი დღე ელოდებიან ეს ბიჭები შეხვდნენ და არა, მე არ ვიცი ამ ქალბატონი რამდენჯერმე შეგვახვედრა მედიატორმა უკვე. შეეცადა რომ გვესმის და ამიტომ არის ვერ მივედით შეგან. დაბადიათ გოჩა, მედიატორს გარკვეული გავლენა უნდა ქონდეს ორივე მხარეს. მოახდინა გავლენა ადმინისტრაციაზე, ეს ბიჭები მართლებიან და დაუთმეთ რაღაცა. მიაღწიეს რამე და სამწუხაროდ კანონში კანონით მედიატორს, ანუ სპეციალური წარმომადგენელს არ აქვს უფლება თავს მოახვიოს მხარეს გადაწყვეტილების. კი, შეეცადა, ქალბატონი ქეთევანი შეეცადა გაანალიზებინა თავისი აზრი მოეწოდებინა, მაგრამ ეს მაინც მხარეებზეა დამოკიდებული და ეხლა ისეთი საკითხი, როგორც არის მე-13 ხელფასი პრემიის სახით საახალწლო რკინიგზელებისთვის. ეს არის ციფრი, ეს არის რიცხვი და ჩვენ მოვითხოვეთ ეს კონკრეტულად გამომდინარე იმ შემოსავლებიდან, რაც 9 თვის განმავლობაში არის საშუალება, რომ ამის საშუალება აშკარად არის, როგორც მოგების, ისე წმინდა მოგების სახით და ისე საოპერაციო მოგების სახით, ანუ ყველა ფაქტორი, ყველა კომპონენტი მიუთითებს იმაზე, რომ არის საშუალება და უნდა აღინიშნოს, რომ წელს რკინიგზელებს პრემია არ მიუღიათ ჯერ, რაც მიიღეს თქვათ ეს იყო საშობაოდ და საავტომობილოდ ეს იყო 2013 წლის პრემია, რომელზეც შეთანხმდნენ 80 ლარი იყო საავტომობილოდ და 30% მიიღეს საშობაოდ, მაგრამ ეს იყო 2013 წლის 14 წელს მათ პრემია არ მიუღია და მე-13 ხელფასის მოთხოვნა რატომ დადგა? აი საგოჩა როგორც პროფკავშირების ლიდერს ვიდე შეგეითხრა. ეს ჩვენი ბედნიერი მთავრობის წევრები რომ ყოველთვიურად იღებენ პრემიას. და შენადომ ერთმა. არა, ეცავს რა. ეს არის შეტანონ, აი მე ერთხელ სპეციალურად თქვი კიდევაც კოეფიციენტა დაიღო ელმაურის მემანქანის 13 ქის შრომა და მისი ანაზღაურება. აქედან უნდა ამოვიდეთ. ან მეტროპოლიტენის მემანქანის შრომიდან ეს ყოველთვიურად და მძიმე შრომაა. იქედან მოვიდეთ, თუ ისინი არ იღებენ ყოველთვიურად. ბედოლათები რატო იღებენ ყოველთვიურად? ხოთაშორის მეტროპოლიტენში პრემიების სისტემა ცოტა უკეთ არის ჩამოყალიბებული. კი, არა, დაბალია, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ხალხია, ხო? დაახლოებით, კი. კაი, რა. ბოლო პერიოდში იყო ის ორჯერ მეც საკეთებს, გაწოდა. ისინი კიდე მიწის ქვეშ დადიან. და მაგრამ მე-13 ხელფასის სისტემა დგას ასე მკაცრად, რომ 100% ადმინისტრაცია გთავაზობს 25%-ს, მაგრამ მოთხოვნა არის 100%. თუმცა ამაზე ლაპარაკი შეიძლება მოლაპარაკება წინ არაფერი უდგას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ სხვა ციფრი, სხვა რიცხვი არ გაგვიგია ადმინისტრაციისგან. ვთხოვთ მას, რომ გადახედოს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და იქნებ გაფიცვის საფუძველი რაღაცნაირად აღარ იყოს, მაგრამ ნუ როგორც იქნება, ისე იქნება. რასაპირებ? ესე იგი თქვენ ფაქტობრივად თქვენ ხართ, ესე ვთქვათ, დიდი ქართული პროფკავშირების წარმომადგენელი. თქვენ ფაქტობრივად ემხრობით ამ იმას, რა ქვია, რკინიგზის ახალ პროფკავშირებს, რომ რადგან არ გითხოვენ, დაიწყეთ გაფიცვა? ეს კანონიერი მოთხოვნაა, კანონი ისინებს ამას და ანუ ეს გადაწყვეტილება მათი გამგეობის და ჩვენ ვთვლით, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა და შესაბამისად ამის საშუალებაც არის. კი ბატონო და მესამე მოთხოვნას რაც შეეხება ზეგანაკვეთური ტარიფის 1.25-მდე ჩვენ დავთმეთ ჩვენი პოზიცია. რატომ ასერის რკინიგზაში აუდიტიო, ხომ არ გვათხოვებს გულსაზე? არ ვიცი. ამასაც ადმინისტრაცია რო გეყოლებათ შემდეგ ბლოკში ალბათ მათ ხაიცი რა არის, გოჩა, მასთან მიგვეს, იცი? სერიოზულად გეუბნები, თვითონ პროფკავშირი ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. მე ვიცახე რკინიგზის პროფკავშირს. მეტი რა არის, შენი საწარმოო სივრცე არის, ყველაფერი უნდა იცოდეს. ილია, იცით, რატოა საუბარი აუდიტზე? დიახ, ნუ ჩვენი ეჭვები გვაქვს, მაგრამ პროფკავშირის ფუნქცია ამ გასაგებია, მაგრამ ახლა რა არის ილია, რატო გეკითხები? ის ძველად რომ ვიღაც თაღლითები იყვნენ იქ დირექცია. ახაც ჯოჯოხეთის ის იყო რა. სამწუხაროდ ბატონო დავით, დღეს გამოიწვია ეს ძველი გაფხანგვები და მამაძამები. რა უნდა არაფერი ჯერჯერობით გამოიწვია. არ არის ჩვენ რამდენჯერაც ეს თემა წამოვწიეთ, იმდენჯერ იყო პასუხი ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც სულ 3-4 კაცია რკინიგზაში, აი ხსენებული 2000 კაციდანაც დეპარტამენტში შენობაში და მათი განმარტებით დაწყებულია გამოძიება, ნუ ჯერჯერობით 2 წელი გავიდა და არაფერი იმის ყოველთვის გვეუბნებოდნენ, აი რა უყოთ ეზოგროიას მიერ წაღებულ მილიონებს ასე შემდეგ რიგითი ფინანსები დაშოშია. თუ წაიღო იმ ადამიანმა
ჩამოიყვანე და ელაპნესა სასამართლო წარადგინე და დააბრუნებია ეს თანხა და დაუბრუნე იმ რკინიგზელებს ეს თანხა. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენი მოთხოვნა რა თქმა უნდა სამართლიანია. სამართლიანია რა თქმა უნდა. და მაშინ როდესაც ადმინისტრაციას ყავს ჯიბის ყვითელი პროფკავშირი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან გამაღიზიანებელია რიგით რკინიგზელებისთვის და როდესაც კითხვას სვამს ადმინისტრაცია, რატომ ყოველ წელიწადს ასეთი პროტესტი, რატომ გაფიცვები, რატომ ბუნებრივია ეს კითხვები უჩნდება ადმინისტრაციას. პასუხი ჩემი მხრიდან არის ის, რომ მაშინ როდესაც რკინიგზელს, რიგით რკინიგზელს 80 ლარს მისცემ პრემიას და პროფკავშირის თავმჯდომარეს, იმ მეორე ყვითელი პროფკავშირის თავმჯდომარეს, რომელიც თვითონვე შექმნეს, თვითონვე გააძლიერეს, თვითონვე ჩამოაყალიბეს 5,000 ლარს აძლევ პრემიას იმის გამო, რომ აი რკინიგზაში მუშაობდა. მეც მუშაობდი რკინიგზაში და მე ხა პროფკავშირის ლიდერად რადგანაც ამირჩიეს, გამოვანთავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ მე წამითაც არ გამჩენია აზრად, რომ ამის გამო მე ვინმე პრემია უნდა გადამიხადოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებ ღირსეული თანამშრომელი ვიყავი რკინიგზის, ვიდრე ბატონი ზურავ ნასარაია, რომელიც იმ პროგრამის გოჩამზანა რომ 80 ლარი მიიღეს პრემია გადასაღდგომო, ხო? ესე იგი 10 კაცზე იქნება 800 ლარი. ნუ საყავს ალბათ 70 კაცი აიღებდა 5000-ით კიდე. ჩვენს გაკვირვებას კიდევ ის იწვევს ბატონო დავით და მე რკინიგზელებმა ყველამ კარგად გაიგოს ეს საკითხი და ჩვენ წევრებმა ყველა ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით არსებული სისტემაში რაც ყველაზე დიდ საფრთხეს ხედავთ და რაზეც ძალიან მყარი გარანტია გვჭირდება ადმინისტრაციის მხრიდან. არსებული სისტემა ითვალისწინებს არსებულ სახელმწიფო სარგოების კლებას. ამაზე თუ ვერ მივახციეთ შეთანხმებას ადმინისტრაციასთან, არ ვიცი, ამ რაღაც ესა 10 საათამდე 10 საათზეა გაფიცვა და ანონსებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაფიცვა იქნება სრულმასშტაბიანი. აქედან რომ მინდა მოუხადო ბოდიში გზავრებსაც, მოუხადო ბოდიში გადამზიდავ კომპანიებს და მოთხოვო, რომ სერიოზული განაცხადია რკინიგზის გაჩერება. ლოკაუტ ეს სწორედ ამიტომ დღეს გაიმართა რკინიგზის წინ აქცია, თავად რკინიგზელები მოვიდნენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ამ აქციის ლოზუნგი იყო მიმართვა ადმინისტრაციის მიმართ, რომ ყველაფერი გააკეთოს ადმინისტრაციამ, დააკმაყოფილოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მოთხოვნები და არ მოხდეს თავიდან აიცილოს გაფიცვა. ჩვენის მხრიდან ადმინისტრაციას შევთავაზეთ ის სიტუაცია, ის სიტუაციიდან გამოსვლის ის ხერხები, რაზეც შეიძლებოდა ჩვენ კომპრომისზე, რატო არ მოდია? ნუ კარგი იქნება. ამ დრომო აიღონა ერთი თვე მაინც კიდევ და რაღაც. ბატონო, მათ მიაჩნიათ რომ მოდიან რამდენიმე საკითხზე, არ არის საუბარი მე-13 ხელფასის სახით პრემიაზე, არ არის საუბარი არ მოდიან ასევე შეთანხმებაზე ჯერჯერობით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების განაკვეთ ტარიფზე. ჩვენ მოვითხოვთ 1.25, 1.1 გვთავაზობენ, ჩვენ მოვითხოვთ 1.25, ხო? და მეორე, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, მათ მიაჩნიათ, რომ მათი მხრიდან დათმობა, ანუ ხელფასის არსებული განაკვეთის როგორც მინიმალურისა დატოვების კუთხით არის ის, რომ აი როგორც კი შევა სახელმწიფო სისტემა, ახალი სისტემა ძალაში, უწუთას არავის შეეცვლება, მაგრამ ატესტაციის მერე ერთი ატესტაცია, მეორე, მესამე და მე ცოტა ხანს არ შეეცვლება. მერე კი შეიძლება შეეცვალოს, მაგრამ რა ვქნა თუ ატესტაციას ვერ გაიგებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის ხელფასების დემპინგი, ამას ყველგან ეს არის wage dumping. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად და ნიშნავს კიდევ რას, რომ თურმე ახლად მიღებულ თანამშრომლებს შეიძლება ასე ვთქვათ, ისინი დათანხმდნენ ახლად მიღებულ თანამშრომლები უფრო ნაკლებ ხელფასზე და რაც არ უნდა მივცეთ მათ საშუალება. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს რაც ახლა სახელმწიფო განაკვეთები მოქმედებს რკინიგზაში არის მინიმუმის მინიმუმი, ხალხმა ამისთვის იბრძოლა, მათ შორის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი მაშინ თვითონ თანამშრომელი იყო და ამ ბრძოლაში მონაწილეობდა და დაავიწყდა ახლა უკვე რომ თვითონაც მოითხოვდა მაშინ ზრდას. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მინიმუმი და ამის უკან დახევის საშუალება არ უნდა მისცეს მთავრობამ პირველ რიგში და მე შეკითხვა დავუსვი რამდენჯერმე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმედია თქვენს დავუსვა მთავრობა პრემიერ-მინისტრი საქმის კურსია კი რომ რკინიგზელების ხელფასებმა შეიძლება დაიკროს ატესტაციის შემდეგ. და თანახმა არიან ამაზე, რომ ეს არ გამოიწვევს 13000 კაცში არეულობას, როცა დაინახავენ, რომ მატების ნაცვლად მათ ხელფასები დააკლდებათ. და ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერიოზული დევნა და ილო, ალბათ უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, ხო, ეს როცა ზეწოლების და ასე ამ ფაქტებზე, რომელიც ხალხს როგორ არის შვილი წუთი დაგჭირთ მეტია. ზანოსილია სიტუაცია, თქო, ზეწოლები ძალიან გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შრომით დავაწამებთ.
ფორმა ნუ რკინიგზის პროფკავშირების ახალი პროფკავშირების წევრობა უკვე პირდაპირ არის ადმინისტრაციის მხრიდან გაჟღერებული არაერთხელ კარიერულ წინსვლაში ძალიან აფერხებს ადამიანს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრობა ვერ მისცემს რკინიგზელებს იმ შეღავათებს ბათებიც იყო ამის ფაქტები არსებობს იმიტომ რომ ორ ახალგაზრდას მაგისტრატურის დაფინანსებაზე მარტო იმიტომ ეთქვა მას შემდეგ რაც გენერალური დირექტორი შეუთანხმდით ამასთან დაკავშირებით სხვა დირექტორებმა მათ დაიბარეს ეს ორი ადამიანი განუცხადეს რომ აი გამოხვიდი აქედან და ამ შემთხვევაში მოგცემ ამ პროფკავშირიდან გამოდი და ამ შემთხვევაში მოგცემ ესეთი ფაქტები უამრავია არა ესა მოხიბლა მოგთამა რა მოსყიდვა ბატონო და როდესაც სოციალური პარტნიორია რკინიგზა პროფკავშირთან ასეთი ქმედება არა მარტო ზეწოლა ჩემი აზრით სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის ამაში რა თქმა უნდა იმიტომ რომ როდესაც პროფკავშირული კუთვნილება ჩემი უფლება ბატონი გუჩა ალბათ არის დადასტურებული რომ აი ესეთი იმას რა ქვია ხიბლები და რაღაცებით რომ არ შეხვიდეთ თუ ეს დადასტურდა და ადამიანები ამას დაწერენ და აღიარებენ და მისცემენ ჩვენებას კი მაგრამ ეს ადამიანები მივიდნენ ახალგაზრდები წყნარად ჩუმად და თხოვეს რომ არ დაგვამხილოთო მაგრამ ასე გვითხრესო და ახლა ჩვენი მხარს ვერ დავაყენებთ დარტყმისთვის თუმცა გვარსახელები ჩვენ ადმინისტრაციას აუხსენით რომ ესე მოხდა და გენერალურ დირექტორმა თქვა რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ის ამას ასე ვთქვათ გამოიკვლევს მაგრამ სამი ადამიანი უკვე გაუშვეს მას შემდეგ რაც რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრი სამი ადამიანი რკინიგზისგან გაუშვეს სამსახურიდან მას შემდეგ რაც შევიდით დიახ სასამართლოში უკვე დადება საარჩევი და ჩვენ აუცილებლად მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ეს სასამართლო ჩვენს საარჩევს გაითვალისწინებს და ეს ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ თავის დროზე და კიდევ ის რომ ზეწოლები ძალიან დიდია ამ პერიოდში ეუბნებიან რკინიგზელებს რომ ამ გაფიცვაში თუ მიიღებთ მონაწილეობას აუცილებლად გაგიშვებთ სამსახურიდან გაფიცვა არის უკანონო ნუ ამას მედიაცია ესწრება ამ ყველაფერს მინისტრის მიერ დანიშნული არ ვიცი ალბათ ეს ყველაფერი შეფასდება თავის დროზე როცა ეს ყველაფერი ჩაივლის და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა მაგრამ ჩვენ პირდებით რკინიგზელებს ყველა რკინიგზელს ეს გაფიცვა ნამდვილად არის კანონიერი ეს გაფიცვა ნამდვილად მოხდება ისე როგორც დაგეგმილი გვაქვს და კიდევ ერთხელ მიმართავ ადმინისტრაციას რომ ყველაფერი გავაკეთოთ მიმდინარე საათების განმავლობაში რომ თავიდან ავირიდოთ ეს გაფიცვა. ხო, რკინიგზელი უნდა გამოხვიდეთ. აი ესეთი ის არ შევა გზავნილი ჩვენთან აგერში. რაგაია რომ ესე სოლიდარობენ. არ ვიცი ახლა მე ვფიქრობ რომ საინტერესო ფაზაშია საერთოდ ეს მუშათა მოძრაობა საქართველოში და მე მინდა და გამიხარდება თუკი კომპრომისს მიაღწევთ ახლა მართლა არ ვიცი ბატონი ბახტაძე მამუკა თუ რა ვწდები თქვენ და დირექტორია რა ას არალოგიკური საქციელი ახლა ხო იზარალებს ხო სადღაც მე მგონია 2-3 მილიონს იზარალებს რკინიგზა თუკი თქვენ გაჩერდით ის 2-3 მილიონი მამუკა ბატონო დაურიგეთ ალბათ და პრობლემა დაგემთავრდებათ მე ვიკვირს აი ბევრი შეკითხვა მექნება ადმინისტრაციასთან საუბედურო ჩვენი საერთოდ რო იწურება აი თუ დაუშვა დღეს დაგარბიეს რას იზამთ დარბევას არ არის პირველ რაც ყველაზე საფრთხეს ხედავ რასაც ყველაზე დიდ საფრთხეს ხედავ პირველ ეტაპზე ადმინისტრაცია უკვე ჩანს ჩამოშებულია რამოდენიმე ბრძანება ჩანს პირველ ეტაპზე ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ საზოგადოებას დაანახოს რომ რკინიგზა გაჩერებული არ არის მე თვითონ გადამზის გადამნიდა მოიყვანეს მანქანები მე მანქანი არ იჯდება რეალურად მე მანქანი არ იჯდება და აი არ გიფიქრეთ მე მაპატია რა ახლა არ მინდა რომ ჩავერიო რომ ცოდოდა თქვენი 22 კაცი წვითავდა ამას და თუ მომიწოდით სიამოვნებით საქართველოსდან 22 დაგაყვალიანებდით კიდევაც რა არის მოდი რა ნუ გაწირა ეს ქვეყანა მაინც საკუთრებაში მუშების მისახედია სხვა ყველა ჩინოვნიკები გარბიან გამორბიან თქვენზე დგას თქვენ ისეზე დგას ეს ისა სივრცე 1 საათიანი გაფიცვა 9 საათიანი რომ გამოცხადეს ამით დაიწყოთ ეს კანონი აღვაძებს ამის საშუალებას ჩვენ სწორედ ამიტომ მაშინ მკითხებთ თქვენ მახსოვს ხო მე მახსოვს ერთხელ რატომ ამდენ ხანს გადადეთ ეს მოლაპარაკება თუ არ ასრულებდნენ გაფიცვას ჩვენი პოზიცია რომ სიტუაციის მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის მოლაპარაკება და მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა საკითხი ორხელ მოლაპარაკების გაფიცვა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს კანონი აღარ ითვალისწინებს იმას ადრე იყო 2 საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ჩვენ გავაკეთეთ აქცია ამასთან დაკავშირებით რომ არ დაგჭირდეს გაფიცვა ჩვენ მივმართეთ სამინისტროს მედიატორის დანიშვნისთან დაკავშირებით ჩვენ თითქმის ყოველ
დღე წერილობითაც ვაფიქსირებთ ადმინისტრაციასთან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, ავიდოთ, გაფიცვათ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებით ფუნქციონირება და მუშაობა, ჩვენც რკინიგზელები ვართ და სწორედ ამიტომ ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში დღეს ვრჩებით რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში და ველოდებით იმ შეთავაზებაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება იმ ორმხრივი დიალოგის მოლაპარაკების მაგიდასთან, იმ შეთავაზებაზე იფიქროს რკინიგზის ადმინისტრაცია და ყველა შეიძლება ავიდოთ გაფიცვას. ძალიან კარგი, ახლა ბოლოს 2 წუთს დავითმობ თქვენ, გოჩა, ახლა სადღაც მე მგონი 50.000-მდე ის არის, არა, გაერთიანებული თქვენთან კავშირის წევრი. აგერ 4,800 წარმომადგენლები ყალიფიცებიან. სოლიდარობას როგორ გამოვცხადებ პროფკავშირები და თუ გაქვთ ინფორმაცია, მათ შორის არის კომუნიკაცია. კი, როგორ არა, კომუნიკაცია არის, მადლობა ღმერთს, რომ სოციალური ქსელებით და ისედაც გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ლიდერები ერთმანეთთან კონტაქტში არიან. სოლიდარობის აქცია იქნება ზესტაფონიდანაც, იქნება ბათუმში, ფოთში, მეტალურგები, ასევე მაღაროველები ტყიბულში და ჭიათურაში გამოვცხადებენ სოლიდარობას ტრანსპორტის მუშაკებიც. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაიფიცებიან, მაგრამ მორალური მხარდაჭერა მათი ხდა, ფინანსური მხარდაჭერაც თუ საჭირო გახდა. იქნება ეგ. კი, იქნება ეს მხარდაჭერა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ რაღაც შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ აი ბოლო რამდენიმე შეხვედრა საკმაოდ შვიდ ესეთ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა და იმედი გვაქვს, თუმცა რა შედეგებამდე ვერ მივედით და ეს ძალიან სამწუხაროა. ეთქობა არ არის მეორე მხარე მზად, რომ რკინიგზელებს დაუთმოს ამ შემთხვევაში და დააფასოს მათი ღვაწლი, მათი წვლილი აი ამ მოგებაში, ამ მნიშვნელოვან სერიოზულ მოგებაში, რომელიც კომპანიას წელს აქვს და ყველას გვახარებს ეს, მაგრამ სამართლიანი წვლილი და წილი პროფკავშირების წევრებისა და არაპროფკავშირის წევრებისაც არის ამაში და რკინიგზელებისა და მათ უნდა მიიღონ ეს პრემია საახალწლოდ, არა საშობაოდ, ან სააღდგომოდ, არამედ საახალწლოდ. საოცრებებს უსმენ ახლა და გაუგნებული ვარ გულწრფელად გეუბნები. არ ვიცნობ ამ მამუკა ბახტაძეს, მაგრამ წესით ამაღამ არ უნდა ეძინოს. ბატონო მამუკა არ იყოფება დღეს საქართველოში. ამას ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. კოლექტივი რო გიჯახდება, ვერ ხარ კაი დირექტორი. მე ის თქვა მე იცი მამუკა, ეს მამუკა მეთქი და თუ უნდა მოისმინოს მამუკამაც. ელია, აი ეს არის რა ქვია. არის შენ თუ გაქვს საკითხული, გერმანტი ქიფოთესა ძალიან კარგად აღწერილი ეს ოკუპაციის დღეები და გამოდიოდნენ რომ მაშინაო ცნობილი ბოლშევიკებიო და ლექციებს უტარებდნენ მთელი თბილისის ესე თქვა სხვადასხვა ჯგუფებს საზოგადოებისას, რატომ შემოვიდა მე-11 არმიაო. როარაფერმა არ გაჭრა, ბოლოს სტალინი ჩამოვიდა. სტალინს აწავიდა, იცი, დეპოს წამოვიდა თქვენ. დიახ, პირველი გაფიცვა. პირველი გამზოდა აი დეპოში და ხალხო გარდუვალი იყო ესო, სხვა ქვეყანა დაიპყრობდაო საქართველოსაო და ხაიო და ხოიო შტენა დაუწყეს ჩვენ ბესარიონოვის და ბოლოს რო გამოვიდა გარეთ, იცით ეს შაშეშვილბარო და დანიშატმა მოუნდომა. ყველაზე რთული და ყველაზე ძნელბეზღობის ჯავს სწორედ დეპოს მუშაკები, ანუ რკინიგზელები იყვნენ ქართული სახელმწიფოების სადაჭარა ჯოლზე. მე მიხარიხარ გულწრფელად გეუბნებით და აი მე ვფიქრობ, რა ვიცი, ერთი წელი გავიდა, გაზაფხულზე ხო იყო ჩემთან ის თემური. მე მანქანა. აი მე ესეთი საინტერესო რესპონდენტი, არავის არ ეწყინოს ყველას დიდ პატივს. ყველაზე საინტერესო რესპონდენტი ეს კაცი იყო, ჩემს აღმოჩენა იყო, რომ აი სულ ფიქრობდი, იცი, ვინ სტალინზე ხელი აღმართა და ვინ შტენა დაუწყო. ისეთი თემი თუ ყავს მეთქი, თუ ყოლია, თემური რაგვარია? ბერაძე. თემური ბერაძეს მინდა ჩემგან, ეხლა ხო მიყვალ. მე მართა გეუბნები, ეთერი კიდე მიგრძელდება და ძალიან მინდა რომ ჩემგან მე დავფიდი, მაგას რომ უნდა ავლიო შენთან ერთად მეთქი და არ ვიცი, მე ეხლა ძალიან კარგად დასალებს გამოვატან თემურის და თუ გაიმარჯვებთ, აღნიშნეთ იგი. თუ გაიმარჯვებთ და მაინც ერთად აღნიშნეთ. მადლობა თქვენ, დამალულოთ ახლა რეკლამის შემდგომ ის იქნება, რა ქვია, ადმინისტრაცია იქნება, მე არ ვიცი, ადმინისტრაცია კონკრეტულს რას შესთავაზებს ჩვენს ქართულ მაყურებლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კრიტიკული სიტუაცია არის რკინიგზაზე. დაგველოდეთ.